როგორ შეიქმნა ტუმ საჰური? ჯერ ის ჩვეულებრივი ხე იყო. ეს არის ლეონარდო დე ლუკა. მას უყვარს ძალიან ხის თლა. ანუ რაღაცები დიზაინები გამოაქვს ხისგან. ის იტალიელია და ასე მას აქვს მაღაზია, სადაც თავის ნათალებს ყიდის. არა, თითო რახესაც თლი და ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ მაინც ცოტა კლიენტი ყავდა. ამიტომ რაღაცა გეგმა ჰქონდა მოსაფიქრებელი, რომ უფრო ბევრი კლიენტი მოეზიდა. მან თავის ხის სათრელ ოთახში გათალა რაღაც არსება და ნათალი დატოვა იქვე. გათენდა მეორე დღე. ლეონარდო იდის თავის ოთახში, რომ გააგრძელოს მუშაობა. მინირება ჰქონდა დასასრულებელი. აი ეს გამოთალა მან, რომ მოეზიდა უფრო მეტი კლიენტი და ქუჩაში უნდა დაედგა მაღაზიის წინ. აი უცებ გაცოცხლდა. ის ლეონარდოს გამოეკიდა. და ბიტა ჩაარტყა და კაცი გათიშა, ძირს დააგდო. და ეს სასწრაფოდ გაიქცა სიცილით. ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა ტუმ საჰურის სახლში მისვლა და ცუდად ეხუმრა, მაგრამ მას ძალიან ცუდად გადაემჟღავნა გეგმა. უცებ, როცა აკაკუნებდა ტუმ საჰური რეაქციას არ იღებდა და ვითომ ვერ იმჩნევდა, მაგრამ ბოლოს შეამჩნია და აგერ თქვენც ხედავთ, როგორი ძალით ეკიდება ტუმ საჰური. ეს კაცი უკვე გიჟივით გარბის, მოკლედ ახლა შედის სახლში და კარს უკეტავს ტუმ საჰურს. და დაინახა ფანჯარაში, როგორ იყურება ტუმ საჰური. ის ძალიან შეშინებულია და უნდა ავარდეს ზედა სართულზე, თან უყურებს შემოარდება თუ არა. ერთხელ დააბრახუნა, ორჯერ დააბრახუნა საჰურმა და ბოლოს შემოამტვრია ეს კარები და იმდენად გაუსხდა კაცს გული, რამე სასწრაფო გამოუძახეს და ეხლა ავიდა მეორე სართულზე და დაიმალა ესე იგი კარადაში. იქნება ვერ შემამჩნიოსო, აი გადაიმალა კარადაში. ასე დახურა კარადა და უცებ ტუმ საჰური უახლოვდება და ბიტას ურტყავს და თიშავს. ტუმ საჰური ამდენი შედეგების შედეგად, ამდენი ადამიანი რო ბიტით მოკლა, პოლიციელებმა შეამჩნიეს და ის შუაზე დაჩეხეს. ლეონარდო დე ლუკა კიდე გამოჯამრთელდა და სამწუხაროდ შეეშვა ძველ პროფესიას და უკვე ეშინია ხის სათლელ ოთახში შესვლაც კი. მე ხომ მოგიყევით ტუმ საჰურზე ისტორია, თუ როგორ შეიქმნა. მოდით ახლა თქვენ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დააჭირეთ ზარის ღილაკს. აბაჰე, აბაჰო!